გამარჯობათ მეგობრებო, მინდა შემოგთავაზოთ ბლინების რეცეპტი, იგივე პანკეიკების. ამისათვის დაგვჭირდება სოდა, 1 კოვზი, მაწონი, ფქვილი, შაქარი, მარილი. თასში მოვათავსოთ კვერცხი, 2 ცალი საშუალო ზომის, გავტეხოთ და შემდეგ დავამატებთ ცოტაოდენ მარილს. ამ ყველაფერს კიდევ დავამატებთ შაქარს. შაქარი არის დაახლოებით 150 გრამი. და ეს ყველაფერი უნდა კარგად ავტკიფოთ. სანამ მასა არ გათეთრდება და შაქარი არ გაიხსნება კვერცხის მასაში. შემდეგ სოდას ავიღებთ, სოდა დაგვჭირდება 1 ჩაის კოვზი და ჩავამატებთ მაწვნის მასაში. მაწონი არის 200 გრამი და დამატებული აქვს 1 ჩაის კოვზი არაჟანი. თუ არ გაქვთ არაჟანი, შეგიძლიათ იყოს მხოლოდ მაწონი. ეს ყველაფერი კარგად გადავურიოთ და დავაცადოთ, რომ ამოფუვდეს. სანამ ეს ამოფუვდება, შეგვიძლია ისევ ვთქვიფოთ კვერცხის მასა. აქ უკვე საკმარისია თქვება კვერცხის, მაწონიც ამოსულია და შეგვიძლია მაწვნის მასა მოვათავსოთ კვერცხის მასაში. ეს ყველაფერი უნდა გადავურიოთ ერთმანეთში და რომ შეერევა ყველაფერი კარგად, შევწყვიტოთ თქვეფა, რადგან დიდხანს თქვეფა ამასას არ ჭირდება. შემდეგ უკვე უნდა დავუმატოთ ფქვილი, რომელიც გვაქვს წინასწარ გაცრილი, ჯამში მოთავსებული. მე აქ მაქვს 200 გრამი ფქვილი. თქვენც შეგიძლიათ შეხედოთ თქვენ რამდენი დაგჭირდებათ, დაახლოებით 180-200 გრამი ფქვილი ამ მასას, რომ არ ძალიან სქელი და ძალიან თხელი მასა არ გამოგივიდეთ, უნდა იყოს საშუალო ზომის. ამ ფქვილს კარგად გადავურევთ. ესეთი სისქის მასა უნდა მივიღოთ და შემდეგ უკვე მოვამზადოთ ტაფა გამოსაცხობად. გავაცხელოთ გაზზე ტაფა და დავასხათ ცოტაოდენი ზეთი. ძალიან ცოტა, რომელსაც გადავანაწილებთ კარგად ტაფაზე. და რომ გაცხელდება კარგად ტაფა, შემდეგ უნდა კოვზით, მოზრდილი კოვზით მოვათავსოთ 1 ცალი ტაფის შუაში. ეს არის პატარა ზომის ტაფა და მხოლოდ 1 ცალს დავასხავთ. და შემდეგ ვეცდებით, რომ მივცეთ მრგვალი ფორმა. პირველი არ გამოვა ისეთი იდეალურად მრგვალი, რადგან აქვს ცხიმი ტაფაზე. მაგრამ შემდეგი უფრო უკეთესი გამოგივათ. ახლა დავაცდით, რომ დაბლიდან შეიბრაწოს კარგად და როდესაც შეწითლდება, მოვსინჯავთ და გადმოვატრიალებთ მეორე მხარეს.
აი ესეთი ოქროსფერი გამოვიდა პირველი ბლინი. ახლა უკვე ვამოწმებთ მეორე მხარესაც და მეორე მხარეც რომ შეწითლება, უკვე შეგვიძლია გადმოვიღოთ თეფშზე. და მანამდე მეორე ბლინს დავსვავთ ტაფაზე. და ასე შემდეგ მეორეც შეიბრაწება და გადმოვატრიალებთ და ორივე მხრიდან კარგად შევწავთ. სანამ ცომი გვექნება. როდესაც ზემოდან გაიკეთებს ბუშტუკებს, მაშინ ხვდებით, რომ არის გადმოსატრიალებელი. და მეორე გვერდზეც ცოტა ხანს ვაცდით, რომ შეიბრაწოს. მე გამომივიდა ჯამში 10 ცალი ამასით, თუ თქვენ უფრო მეტის გამოცხობა გინდათ, შეგიძლიათ გაორმაგოთ რაოდენობები. და ბოლოს უკვე ესეც გამომცხვარი ბლინები. მე მოვიდუღე ერთი ჯიქა ყავა და მასთან ერთად მივირთმევ. და შეგიძლიათ ასევე მივირთვათ ჯემთან ერთად, ზემოდან წაუსვათ ჯემი, ან წაუსვათ ნუთელა, შემთხვევაში მე შოკოლადი გადავუსვი, დავადე მეორე ფენაც და ასე შეგიძლიათ მივირთვათ ჩაისთან ან ყავასთან ერთად. თუ არ გნებავთ ძალიან ტკბილი, შეგიძლიათ მაშინ ჩვეულებრივად მივირთვათ ჯემის და შოკოლადის გარეშეც ძალიან გემრიელია. თქვენ სცადეთ ამ რეცეპტით გაკეთება და არ ინანებთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, რომ მიყურეთ. კიდევ შემოგთავაზებთ სხვა საინტერესო ვიდეოებს.